სრულად თბილისში არსებული ინფორმაციით დილის საათებში მტოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაც მოძრავი ავტომობილიდან ცეცხლსრული იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. თვითმხილველების ინფორმაციით დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში შემთხვევის ადგილიდან კერძო ავტომობილით გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით 117 და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს. ხუთის როლა იყო ძალიან ხმაურიანი, ხო და მე ხალხი დაიწყო კირინწივილი და ისე გავედი, ისე ვერაფერი ვერ გავიგე, სისხლებია, დაჭრესო, ბიჭიო, ფეხშიო. მეორედ მესამედ და რომ მიღვა, ვიფიქრე რა ხდება მეთქი და რო ავდექი იქიდან გამოვედი, ბევრი მანქანები მოძრაობდნენ და ალბათ ქუჩის იქეთ მხარეს რო აიგო, ვერ შევხედე, ვინ იყო, ვერ დავინახე. ისე წამში წაიყვანეს, მე არც დამინახე სასწრაფო, ნამდვილად არ იყო, თუ არა ახმას გავიგებდიან, მაგრამ მალევე წაიყვანეს.